გამარჯობა ძვირფასო დედოფლის წყაროელებო. აბა ეს მითხარით, რომელ სკოლაში ვართ ჩვენ? რუსული სკოლა. და ეს არის პირველი სმენა, ხომ? კარგი, ჩვენ ვართ, თქვენ გექნებათ გაგონილი აზერბაიჯანში მაცხოვრებელი ქართველები. კარგი, მაშინ მოდით ესე გავაკეთოთ ყველაფერზე, არ მიპასუხოთ, მოკლედ სწრაფად რო დავამთავროთ, იმიტომ რომ თქვენი გაკვეთილებიც იწყება. ჩვენ ვართ აზერბაიჯანში მაცხოვრებელი ქართველები, რომლებიც ჩამოვედით აქ. აი ახლა რაღაცას გეტყვით და ეს კარგად მომისმინეთ. გავათამაშებთ სამ პატარა პრიზს. შეკითხვებს დავსვამ იმ ტექსტიდან, რომელსაც ახლა ინფორმაციის სახით წარმოგიდგენთ. შეძლების დაგვარად მოკლედ ვიტყვი, რომ დაიმახსოვროთ და ყველაზე ესეთი ვინც გამოიცნობს, იმას გადავცემთ ფლეშკებს. დღეს პირველ რიგში დღეს მოგახსენებთ, რომ ჩვენ 3 საათზე ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა და საქართველოში ცნობილი მომღერლები ჩვენი მეგობრები, გიორგი გეტყვით მათ შესახებ, კულტურის ცენტრში ჩავატარებთ კონცერტს. დასწრება უფასოა, შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენი მშობლებიც მოიყვანოთ 3 საათზე. დღეს 3 საათზე კულტურის ცენტრში, თქვენს მთავარ კულტურის ცენტრში. აი დიდი დარბაზი რომ გაქვთ, დიდი დარბაზი, ან გეტყვიან. ჩვენი ანსამბლის შესახებ გეტყვით, რომ ჩვენ როგორც აზერბაიჯანში დაბადებული, გაზრდილი, იქაური ქართველების წარმომადგენლები ვასრულებთ იქაური კუთხის, ანუ ჰერეთის ფოლკლორს, ჰერეთის ქართულ ფოლკლორს. ჩვენი მხარდამჭერი თქვენთვის ამ ფოლკლორის, ჰერეთის ფოლკლორის გაცნობაში არის საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელმაც თავისი პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა გაგვიწია, რომ ეს ღონისძიება ჩაგვეტარებინათ თქვენთან დედოფლის წყაროს რაიონში. და იცით რატომ? დედოფლის წყაროს რაიონსა და ჰერეთს შორის მხოლოდ ერთის პატარა საზღვარია, ეს არის ალაზანი. აი შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის არის სხვა სახელმწიფო, ჩვენ სხვა სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საზღვარი, ამიტომ ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ, ხო? ჩვენ ხო მეზობელი რო ცხოვრობს ჩვენთან, ხო ვიცნობთ მათ? ასევე უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, ჰერეთის და დედოფლის წყაროს ქართველები, სწორედ ამიტომ ჩამოვედით. რომელ წელს მოხდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია? შეკითხვა 1921-ში, რა თქმა უნდა. 1921 წელსვე, მისმინეთ, იმავე წელს, როცა საბჭოთა ოკუპაცია მოხდა, საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანის შეთანხმებით, რომელსაც საბჭოთა რუსეთი კურირებდა, ჰერეთი გადაეცა აზერბაიჯანს. პირველი შეკითხვა იქნება აქედან, აი. ჩვენ გარკვეული პერიოდი ისტორიის განმავლობაში შაჰ-აბასის, თემურლენგის და ასე შემდეგ მათი შემოსევების დროს პირველი ვიყავით, ვინც ებრძოდა მტერს. პირადად ჩვენ არა, ჩვენი წინაპრები, ჰერეთის წინაპრები. პირველი ხდებოდნენ და სანამ აქეთ წამოვიდოდა მტერი, მანამდე იცავდნენ საქართველოს. აი ამ ბრძოლების განმავლობაში ჩვენი წინაპრები გაწყდნენ. ანუ დაიხოცნენ, ბოლოს ისე მოხდა, რომ სულ მთელ ჰერეთში 100 კაციც კი ქართველი აღარ დარჩა. შაჰ-აბასის შემოსვლის მერე 100 კაციც კი არ დარჩა. მერე შაჰ-აბასი თავი დაე.
შესაბამისად ჩვენი ფოლკლორული მუსიკა, ხალხური მუსიკა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, გუნდმა უნდა იმღეროს, ხო? ხალხური სიმღერა. თუ 100 კაციც არ დარჩა მთლიან კუთხეში, ვინ იმღერე, გუნდს როგორ შეკრავენ? აი ამიტომ იყო რთულ ვითარებაში დაიკარგა ხალხური სიმღერა ჩვენს კუთხეში, მაგრამ აი ამ 30-40 წლის წინ დაიწყო ხელახლა ქართული ხალხური სიმღერის აღორძინება ჰერეთში. პირველი ანსამბლები, ჩვენ ხო ვართ ანსამბლი ჰერულა, მაგრამ პირველი ანსამბლები იყვნენ ზაქათალის რაიონის ალიაბადში, სოფელ ალიაბადში, რომელსაც ძველი სოფელი ელისენი ერქვა. პირველი ანსამბლი იყო მერცხალი, დაიმახსოვრეთ, ხოლო კახის რაიონში იყო კახის შვიდკაცა. კარგი, ეხლა ვიდრე ხელახლა დაგპატიჟებდეთ ჩვენს კონცერტს, დავსვამ სამ შეკითხვას. ჩემი ნასაუბრებიდან რომ, ანუ მე არ ვამოწმებ ეხლა, გამოცდა სხვა არ ვატარებ, რაც ვისაუბრე იქიდან, რაც დაიმახსოვრეთ. პირველი შეკითხვა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმებით ჰერეთი გადაეცა აზერბაიჯანს? 40. მოდი. სახელი გვარი? გიორგი გონაშვილი. ძალიან საქართველოს ყველაზე დიდი მომღერლის, აი ფოლკლორული მომღერლის მოგვარი. გიორგი გონაშვილს სკოლა, კლასი გითხარი? მე-11 კლასი. სკოლის დასახელება? ხორნაბუჯის საჯარო სკოლა. ხორნაბუჯის საჯარო სკოლა. ვაჯილდოებთ აი ამ ფლეშკით. იყავ, გიო, მოდი იყავი ჩვენთან. მეორე შეკითხვა. აბა უცებ დააფიქსირე. რა ქვია ჩვენს ანსამბლს? აი ვინ იმას ეკნავა? იმან, კარგი, მოდი. მოდი. სახელი გვარი? ლალა ჩოფიკაშვილი. ძალიან კარგი, კლასი? მერვე. მერვე კლასის წარმომადგენელი ჯილდოვდება აი ამ ფლეშკით. და ყურადღება, ბოლო შეკითხვა. რა ერქვა ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის პირველ ხალხურ ანსამბლს? მოდი კი. სახელი გვარი? ლიკაჯინაშვილი. კლასი? მერვე. სახელი კარგად მითხრა? ლიკაჯინაშვილი. ლიკას გადავცემთ მესამე პრიზ ფლეშკას. გილოცავთ. კარგი. მოკლედ დავასრულეთ და 3 საათზე თქვენს მშობლებსაც გადაეცით, გიწვევთ კარგ ლამაზ კონცერტზე. დასწრება უფასოა. კი. თქვენს დედოფლის წყაროს კულტურის ცენტრში. აბა, ნახვამდის და გელოდებით. სამ საათზე, შუადღით. ტელეფონის ნომერი შეიძლება გამოვიდეს, რაიმე პროექტის განხორციელება მოვიწიოს და თქვენთან რომ ვითანამშრომლობთ. კი ბატონო, 558